გამარჯობა მეგობრებო, მე ნიკა ვარ, ეს ნიკას ავტობლოგია, ხოლო ეს კი სრულიად ახალი Volkswagen ID4-ია. მანქანა, რომელიც დაახლოებით 4 თვის წინ გამოჩნდა თბილისში და მას შემდეგ ყველა გაგიჟდა რა. Უკვეთავენ ამას, პრეორდერებს აკეთებენ, თვეებით ელოდებიან, თუ სადმე არის მიდიან და ეგრევე ყიდულობენ. ანუ ხალხი გადაირია რა, Volkswagen-ზე ასეთი აჟიოტაჟი არ მახსოვს, რომ ოდესმე ყოფილიყოს. ხო და ამიტომ დავინტერესდი ძალიან ამ მანქანით, რატო გაგიჟდა ხალხი ამ მანქანაზე ასე მაინტერესებს. ავდექი, ვითხოვე და დღეს მოგიყვებით დეტალურად თუ რა არის ეს მანქანა, როგორია, რა ფუნქციები აქვს, რას აკეთებს, რატო გაგიჟდა ხალხი ამ მანქანაზე ასე, რატო ყიდულობენ გიჟივით, რატო იხდიან 30-40 ამ მანქანაში და საერთოდ რა ქნა Volkswagen-მა. მანქანაზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ კაბისას თავგადასავლები გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ საბსკრაიბერებიდან ვარჩევთ ხალხს, მათთან ერთად მივდივართ და საინტერესო რაღაცეებს ვაკეთებთ. ნუ თან მანქანას ვტესტავთ რა. ხო და ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაასაბსკრაიბეთ, დააწექეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები, გვემეგობრეთ, გვეძმაკაცეთ და იყავით ჩვენთან ერთად საინტერესო თავგადასავლებში. ერთ-ერთი გასვლა გვინდა რომ სვანეთში გავაკეთოთ, ამიტომ სვანეთში ვინც ხართ წამომყოლი, ოღონდ იცოდეთ რომ მოგიწევთ რაღაცეების თრევა, ტალახში ზრომიალი, რაღაც ჯალამბარის გამობმა რაღაცაზე და ასეთი სისულელეები, გაითვალისწინეთ. ვინც ხართ ამაზე წამომსვლელები, მათთვის დავწერ რაღაც პოსტს Facebook არხზე, ასე რომ გადადით და Facebook არხიც გამოიწერეთ და Facebook არხიდან ავარჩევ რომელიმე subscribers, რომელთან ერთადაც წავალთ ამ დიდ რამდენიმე დღიან მოგზაურობაში. და ჩვენი მთავარი წამდგენი, Karu. ჩვენი კომპანია, რომელიც უკვე 1 წელი აქვს ჩუქნის ამ vlogs. ეხლა კი წავედით, ამ მანქანაზე მინდა ყველაფერი მოგიყვეთ და ძალიან ბევრია მოსაყოლი. პირველ რიგში დიზაინი. თავიდან ანამ რატომღაც ჩათვალა, რომ შეიძლება მე ვცდებოდე და ამ მანქანაზე თქვა, რომ დიზაინი არც ისე კარგი აქვს. მაგრამ მე ვანახე როგორ ინთება ის. ეს არის გასაღები, რომელიც აი ძალიან მაგარი ფორმისაა რა, რაღაცა დიზაინი აქვს ზღაპარი. მაგრამ ეხლა შევეცდები აგიხსნათ როგორ იგრძნობა ხელში. ისეთი განცდა მაქვს რომ რაღაც მარმარილოს რაღაცა მიჭიროს. ძალიან ძვირიანი რაღაცა. მოკიდე ხელი. შეიძლება მოკიდე ხელი. მოკიდე ხელი. გავს იაფიან პლასმას? თქვი, ხო გეზიზღება Volkswagen და Audi, თქვი? გავს იაფიან პლასმას? ფორმა გასაღების ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ფუტურისტულია და კრისტალს გავს რა. აი ბავშვობაში მულტფილმი იყო, ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო, ერთ-ერთი ატლანტისი თუ გახსოვთ მულტფილმი რა. იქ არის ესეთი კრისტალები და მაგას გავს და ძალიან მომწონს. ყველაფერი ამ მანქანაზე არის თაჩი. ღილაკები თითქმის არა, ყველაფერი თაჩია. აი მაგალითად ესეთი თაჩია. რო გააღებ, მანქანა ინთება, ლოგო ინთება, წინეს ზოლი ინთება, ფარები ინთება და ძალიან კაია. ძალიან. ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს ფარი გავს რაღაც დაბღვერილ ფრინველს, ანუ არწეს ან რაღაცა იგებს. უბრალოდ ვერ ხვდები რაში დაჭირდა Volkswagen-ს, რომ ელექტრომობილი, რომელიც იდეაში კეთილი უნდა იყოს და გარემოზე უნდა ზრუნავდეს, დაემსგავსებინა რაღაც გაბრაზებული არწივისთვის მხოლოდ ფარით. დანარჩენი დებილი ბავშვის სახე აქვს და თვალები აქვს მარტო გაბრაზებული. როგორი ტიპია, იცი? პატარა ჩათლახი ბავშვები რო არიან, ხო იცი? სახერო ბავშვის აქვს, მაგრამ ძალიან ცუდ და ბოროტულ რაღაცეებს რო აკეთებენ რა. აი ცხვირში რო შეიყობს ხელს და წიმჯდომ გოგოს რო წაუსვავს იმაზე. მერხსი, აი ეგეთი ბავშვის თვალი აქვს. ეს მანქანა არის Toyota RAV4-ის, Toyota CHR-ის და Tesla Model Y-ის პირდაპირი კონკურენტი. ანუ ფასის რეინჯში იმაცაში ვარდება რა. და რატო აღნიშნე ახლა ეს? დღეს მაგ მანქანებს შევადარებ ამ ყველაფერს. ნუ RAV4 და CHR-ი გადავდოთ გვერდზე, იმიტომ რომ შიდა წვიზრავიანი მანქანებია და მსგავსი ფუნქციები არ აქვთ, რაც ამ მანქანებს აქვთ. მაგრამ დიზაინის მხრივ მაინც შევადარებ ერთ რაღაცას რა. თუ დააკვირდებით, CHR-იც და Tesla Model Y-ც, ნუ RAV4-ზე მაგას არ ვამბობ, არის დაწოლილი ზურგის მანქანა, ანუ უკანა მხარი აქვს დაწოლილი. მაგას იმიტომ აკეთებენ, რომ უფრო სპორტული შესახედაობა ქონდეს და დინამიკა ვითომ მანქანას რა. მაგრამ
სამაგიეროდ ეგეთ ავტომობილებს ტევადობა აკლდება თუ განამხარეს. ეს კი ცოტა უფრო crossover-ს გავს, ანუ სტანდარტული ვიზუალი აქვს და ამის გამო ამას გაცილებით უფრო ტევადი საბარგული აქვს ვიდრე იმ მოდელებს. ეგ მე მომწონს, იმიტომ რომ ვიცი რომ crossover-ი არის და მორჩა. Model Y-სთან პირველი შეხება მქონდა ოქტომბერში, რაღაც სტარტაპი არის, რომელიც ტაქსი არის, ჩაოულებრივი, თლად უბერიც არ არის და Model Y-ები ყავთ მარტო. და მაგით რომ ვიმგზავრე, რაღაცა იაფიანი ნაგავი არის ჩაოულებრივი რა. ეგეთი იაფიანი მე მგონი Tesla-ს არაფერი გაუკეთებია. და უკანაც ეს დახრილი მხარი რაღაც ისეთ განცდას გაძლევს, რომ ვერ ხვდები ვაფშე რა არის, ანუ crossover-ია, hatchback-ია, კუპია, რა არის ვერ იგებ რა მანქანა რა. მაგრამ სანამ საბარგულზე ვსაუბრობთ, აი ასე შეიძლება ამ საბარგულის გაღება და საკმაოდ ტევადია აქ ყველაფერი. ვერაფერს ვიტყვი, უკანა სავარძლები გადადის და კიდევ უფრო ტევადი ხდება. ამიტომ ოჯახისთვის ეს მანქანა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ავტომობილია თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, აქედან შეიძლება ამ მანქანის ავტომატური დაკეტვა ან პულტიდან, ისევ იმ ღილაკს დააწვევი, გააჩერებ და თვითონ დაიკეტება. ხო, ეს რაღაცას მუშაობს რა. და აბა ეხა ისე დაკეტე, გოგოები რო კეტავენ. მოი, აბა თუ დავკეტავე. ვერა. ამ მანქანაში ჩაჯდომა საერთოდ სხვა გამოცდილებაა. და რატო? როგორც თქვი, აქ ყველაფერი თითქმის თაჩია და touch-ის experience-ი აქვს მაგალითად კარებსაც. როდესაც მანქანაში ჯდები, აქ არ არის ესეთი ამოსაწევი ან გამოსაწევი სტანდარტული სახელური. Volkswagen-ს უდოდა რაღაც ახალი გაეკეთებინა და Tesla-ს მაგვარი შიგნით ჩამალული ეს სახელურები ქონოდა, იმიტომ რომ თანამედროვე ავტომობილებში ეს ტრენდია, რომ სახელური უნდა იყოს ჩამალული შიგნით. ერთი აეროდინამიკისთვისაც კარგია და მეორე ვიზუალურად უფრო ლამაზია. თუმცა Tesla-ში ის პრობლემაა, რომ ძალიან მოუხერხებლად არის ეგ ყველაფერი გაკეთებული რა. მაგალითად Model S-ი, აი დამღალა რა, უნდა მიხვიდე ელოდები, ხან გამოდის, ხან არ გამოდის. მერე გზავრი თუ ჯდება, იმასთან საერთოდ არ გამოდის ხოლმე ეს სახელური და მოკლედ ძალიან არაპრაქტიკული რაღაცაა. Volkswagen-მა თავისი გამოცდილება გამოიყენა და ბევრად უფრო კარგი solution-ი შემოგთავაზა რა. ღილაკი, ანუ iPhone 7 ან 8 ვისაც გახსოვთ რა, ის პატარა ღილაკი რო ქონდა, ის არ ეჭირებოდა სინამდვილეში, უბრალოდ touch-ი იყო და ვიბრაცია გაძლევდა განცდას, ვითომ ეჭირებოდა. აქაც ასია რა. ხელი უნდა მოუჭირო უბრალოდ და გამოავა. ეს არის სწორი. Tesla-მ უყუროს და ისწავლოს. და Tesla-მ ამ მანქანისგან ძალიან ბევრი რამე უნდა ისწავლოს. სანამ შიდა ინტერიერზე გადავალთ, მინდა რომ აქ ადგილი გაჩვენოთ, რამდენია. წინ ახლა ჩემზეა ეს სკამი მორგებული და კიდევ უფრო უკან არის გამოწეული easy entry-ისთვის და აქ მე საკმარისი ადგილი მაქვს. თავსა და ჭერს შორის ადგილი ძალიან დიდია, ამიტომ აქ თავისუფლად დაეტევა 5 ადამიანი, აი სულ თავისუფლად რა, ისე რომ საერთოდ არ შეწუხდება. Tesla-ში აქ თავს ვადებ. ფერი მომწონს კიდე ძალიან. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ საბა ტვინს გამიბურღავს ეს რო არ თქვა, ძალიან დიდი სარკეები აქვს ამ მანქანას. ესო მოგწონსო? არ ვაძაგებ ამის გამო, იმიტომ რომ მანქანას თვითონ დიზაინი ისეთი აქვს, რომ დიდია. პატარა ნამდვილად არ არის ეს მანქანა რა. ამიტომ ამ სარკეებზეც ვერ ხედავ პრობლემას, ამ ხელა როა. თან პრაქტიკაში ძალიან გამოსადეგია დიდი სარკე, უფრო ჩანს ყველაფერი, გაცილებით უკეთესია. ამ მანქანის დამუხტვა ჩვეულებრივად ქუჩის სატენებზე შეიძლება, როგორც Tesla-ზე გავაკეთე, აქედან იტენება. არსებობს ორი ტიპის სატენი, level 1 და level 2 სატენებია რა. level 1 მოყვება ამ მანქანას და level 2 არ მოყვება, შენ უნდა იყიდო, level 2 არის იმისთვის, რომ უფრო სწრაფად დამუხტო ავტომობილი. დაახლოებით 7-დან 11 საათამდე ჭირდება ამ მანქანის დამუხტვას, გააჩნია დენის მიწოდება როგორ გაქვს. ამიტომ ღამე შეგიძლია დატოვო და დილით რო გამოხო, უკვე დამუხტული დაგხვდება რა. სრულად დამუხტული გადის დაახლოებით 400-430 კილომეტრს. ეს მანქანა მოდის სტანდარტულად 20-იან დისკებზე, რაც საკმაოდ ლამაზია, მინდა აღვნიშნო, რბილია და არ იტყობს საერთოდ რომ 20-იანია. კაი, ვიზუალურად მგონი ეს არის სულ, მეტი არაფერი. წავით ახლა სალონში, იმიტომ რომ სალონში ძალიან ბევრი რაღაცის მოყოლა შეიძლება ამ მანქანაზე. ესეთი სახე იმიტომ აქვს, რომ ამ სკამს აქვს მასაჟორი. ხალხო, $40,000 მანქანას აქვს მასაჟორი. ადრე ეს მარტო 150,000-დან და ზემოთ მანქანებს ჰქონდათ რა.
კაი, პირველ რიგში, მანქანაში ჩაჯდები თუ არა, დაინახავ ულამაზეს ინტერიერს, რომელიც არის მინიმალისტური და ისეთ სტილშია გაკეთებული, გეგონება იმ ფილმში ხარ, in time რო არაა ფილმი. განსაკუთრებით მომწონს, რასაც ძღოლი ხედავს, აი ეს დეშბორდი, აუ რაღაც აი ზღაპრულად არის გაკეთებული რა, ძალიან მაგარი, ვიზუალურად ხო ძალიან მაგარია, ხო დახვეწილია ძალიან, მინიმალისტურია. გამოსახულება საოცარია, აქ რაღაც საოცრად კარგად არის ეს ყველაფერი გაკეთებული, დაბლა სივრცე რო შევსებულიყო, არის გამოყენებული ცოტა სხვა მატერია, რომელიც უფრო მატოვია და კარგ ფილინგს იძლევა შეხებისას. სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ძალიან კარგი და ხარისხიანი მასალით არის ნაკეთები, რაც Volkswagen-ისგან გამიკვირდა. ანუ შეხებისას ძალიან სასიამოვნო შესახები, ანუ ეს მაგანა სულდის 40,000. იგივე ღირებულების ტესლები ხელში გეშლება რო ყიდულობ რა და აქ ყველაფერი ძალიან კარგად არის რა ნაკეთები. ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს აი ეს შავი მასალები, იმიტომ რომ ავტომწარმოებლები ხშირად იყენებენ ასეთ შავ ფერს და შავი ფერის მასალა სადაც არის, ყველგან მასალა არის ძალიან დაბალხარისხიანი, იმიტომ რომ შავი ფერი ისედაც მდიდრულად ჩანს ესეთი პრიალა შავი და მასალის ხარისხში იტყუება რა თვალს ატყუებს, მაგრამ აქ ეს ძალიან ხარისხიანია, ისეთი solid ტიპი არის. გეგონება პლასმასი კი არ არისო, ხელს რო ყიდებ, რაღაც ნახევრად შუშაა თითქოს. ისეთი განცდა მაქვს თითქოს 2002-2003 წლის Mercedes-ში ვზივარ. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, აქ ამაზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. პირველ რიგში ყველაფერი თაჩია, როგორც გითხარით. აი ამ ღილაკებიდან დაწყებული, ამ ღილაკებით გაგრძელებული და რა თქმა უნდა ეკრანი. შეგიძლია ხმა აქედან აუწიო, დაწოლისას ბუკ ეგეთი ხმაც ისმის, რომ მიხვდე რომ ნამდვილად დააწექი, ან შეგიძლია თითი გაასრიალო. ასევეა გაკეთებული აქ ეს პატარა ღილაკების წყებაც და აქ ეს პატარა 4 ღილაკი, თითქოს აი ჩემი ოცნება ახდინა Volkswagen-მა რა. ძალიან ცოტა ღილაკებია, მინიმალისტურია და ყველაფერი ძალიან პრაქტიკულად არის გაკეთებული. მუსიკის აწევა როგორ შეგიძლია. ასევე თაფთაფით შეგიძლია რა. ტემპერატურის აწევა ასე შეგიძლია ან დაწევა, ან შეგიძლია დაათაფთაფო რა. ასევეა ლუკიც. აქედან შეგიძლია გახსნა ლუკი რა დონეზეც გინდა, ან მარტივად ასე გააკეთო. ნუ, გახსნაც იგივენაირად შეგიძლია. ძალიან უცნაურად არის გაკეთებული გადაცემათა კოლოფი. აქ არის სიჩქარეების გადამრთველი. მთელი გზა ვფიქრობდი ამ მანქანის წამოსაყვანად რომ მივდიოდი, რომ როგორი იქნება სიჩქარეებში გადართვის გამოცდილება. ვფიქრობდი, რომ აი ეს დამჭირდებოდა და ამაზე ალბათ აი ძალიან დავცინე Volkswagen-ს თქო ვიზახთი, მაგრამ არა. მარტივია. ანუ ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს რა. ძდები, გადართე, მოკიდე საჭეს. გადმორთე, მოკიდე. tkap, tkub, tkap, tkub, tkap, tkub, tkap, tkub. tkub, tkap, tkap. გვაქვს D, N-ი, ერი. თუ N-ში გინდა ჩააგდო, ნელა უნდა გადმოწიო. საერთოდ N-ში რატო უნდა ჩააგდო ვერ ხვდები, მაგრამ ნუ შეგიძლია რა. მოტოზე ვინც ზიხართ, იგივე პრინციპია ზუსტად რა. ასევე არის აქ B, რაც ნიშნავს ერთი პედლით არების გამოცდილებას, ანუ ელექტრომობილებს როგორც აქვთ, გას რო აუშვებ ფეხს და რო ჩერდება და თუ გინდა რომ წავიდეს რომ უნდა დაადგა, ეგ არის B. ეს აქ გაცილებით მარტივად არის გაკეთებული, ვიდრე ტესლაში. ტესლაში აი ამ ძალიან დიდი მონიტორი რო აქვს, მაქედან უნდა ქნა ეგ ამბავი. და შიგნით რაღაც მენიუში უნდა შეხვიდე, მერე დრაივინგში უნდა შეხვიდე, მერე სეტინგები ჩამოსქროლო და იქ არის. აქ კიდე მარტივად. ძგაბ. ილონ, უყურე და ისწავლე. Volkswagen-მა იმდენ რამეზე იზრუნდა, რომ უკანა ხედვის კამერაზე ფილტრების დადება შეგიძლია და რაღაც კონტრასტის შეცვლა. რაღაცა თუ გადანათებულია და ვერ ხედავ, ან ჩაბნელებულია და მაგიტო ვერ ხედავ, შეგიძლია ლაითინგი მოუმატო, კონტრასტი შეცვალო და ფერები შეუცვალო. რა შეგჭირდება სიმართლეებად არ ვიცი, მაგრამ რატომაც არა. ეს ციგნის ბავშვი რატო დაყვებას რომ რა უნდა ბიჭო ამას, გაიყვანეთ რა აქედან რა. საგრი ბიჭოს იწება შეგიძლია. ეს ბიჭო ავად მყოფი არის, აი ფეხებიდან. აი ქვადებ ფეხს. მან ყველა მანქანაში მიადებს საბა ფეხს. აქ ბავშვს ადგილი არის. აი ეს რა არის? ჭიქები ზეუნა შესაძლებელი. ჩადო აქ და მოწუწუნოს ბავშვმა. ხო, რა გინდა მე? შენი აზრით, რატო იფიქრა Volkswagen-მა, რომ აი აქ წვრილი იყოს და აქ განიერი? მომისმინე ჯიგარო, შეხედე, აქ ეგრე კი არის ფიქრა, აქ არის ორი კაპჰოლდერი, აქ არის დიდი, შედარებით დიდი ჭიქებისთვის, ამ ბოთლებისთვის და სხვადასხვა ხერხზე დააწვევი რბილია.
რაც ძალიან უცნაურია და შუაში არის კაბისასთვის, ანუ ენერგეტიკებისთვის. მანახე კაბისა. ეხა უყურე რა გააკეთა, რას ნიშნავს დიდი გამოცდილება, უყურე? თამაშობს? თამაშობს? კარბის. დევს? კი, უფიქრეთ. აუ საბა. დევს? ხო დევს? შენ ადგილას ერთი 3 ვიდეო ხმას არ ამოვიდა. მინიმუმ. კაროჩე, თან მანქანაზე რაღაცების მოყოლა მიწევს და თან ამათთვის რაღაცების ახსნა კიდე ზემოდან. არა რა. ამ მანქანაზე სხვათა შორის რო გამოვიდა, დოგდემუროს გარჩევა ვნახე და ძალიან ცუდი მულტიმედია აქო იძახდა რა. რესპონსივი არ არის საერთოდო. და თქვა რომ ნუ ეს პირველი ვერსიაო და აქო არის ეს პრობლემაო, შემდეგ ვერსიებში გამოასწორესო. კი, დოგ, გამოსწორებულია. გაცილებით უკეთესად მუშაობს ვიდრე იმ ვიდეოში, შენ რო გვანახე. და რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ ეკრანის რა და რაზეც ძალიან გავერთე. როდესაც ესაზე ხარ ჩვეულებრივად, წარწერები ქრება. და ახლოს რომ მიგაქ ხელი ჩნდება. ეხა ეს რატოა ძალიან მაგარი. ქარუზე ვაკეთებთ რედიზაინს რა და აი ძალიან ბევრი ვიწვალე და ვიტეხე თავი იმაზე, როგორ გამეკეთებინა მინიმალისტური, რომ გადატვირთული არ ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ ღილაკებს უნდა ქონოდა წარწერები, რომ ხალხი მივხვდარიყო კონკრეტული ღილაკი რას აღნიშნავს რა. მაგრამ წარწერების გარეშე გაცილებით უფრო ლამაზი იყო დიზაინი. ნუ მომიწია გაკეთება იმის, რაც ლოგიკურია რა, წარწერები დავტოვე. ბიჭო, გენიალურია, ძალიან მაგარია. ნამდვილად Volkswagen-ში ვხედავთ ხალხო, გადახედეთ რა. Mercedes-ი ხო არ არის? ან BMW, რავი. საჭე შეხედე და მიხარ. ან Koenigsegg. რავი, აქ რაღაცა შეიძლება შეომაპარეს. აი, Volkswagen-ს აღარ გად რომ მოვიდა. დედას აღარ გავს და მამა დედას აღარ გავს და მამას აღარ გავს. მულტიმედიაში ყველაფერი ძალიან ინტუიტიურად და კარგად არის გაკეთებული. მაგალითად, აი ერთ-ერთი შეგიძლია რომ განათება შეცვალო იმაში, სალონში. შეხვალ ambient light-ში, აქ შეგიძლია არჩიო ნებისმიერი განათების ფერი, რომელიც აქ გვაქვს, აი ნახე, აი ესე. მთელი ეკრანის ფერი და განწყობა იცვლება, ან შეგიძლია ორდონიანი განათება დააყენო, ზემოთ სხვა იყოს და ქვემოთ სხვა იყოს. მოდი ახლა ჩვენ ლურჯზე დავაყენოთ ეს. ქარუს ლურჯი ავიღოთ, აბა. ნაი ქარუს ლურჯი. ლურჯი და თეთრი. ჩემი საყვარელი ფერები. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის გაკეთებული, მანქანა გამოაქვს პირდაპირ და ნახე რეების შესვლა შეგიძლია რა. მაგალითად შეგიძლია რომ აქ ეს განათების დონე შეცვალო, line assist-ზე რო გეუბნება რომ იქიდან მოდის მანქანაო, შეგიძლია სალონის განათების დონე შეცვალო, ან აკაშკაშო, ან დააკლო და შეგიძლია დაბლა ფეხებთან განათების დონე შეცვალო. ყველაფრის შეცვლა შეგიძლია რა. იუზერები შეგიძლია შექმნა ამ მანქანაზე და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა იუზერი კონდეს და ბევრ რამეს შეინახავს, ეგ მაგალითად სავარძლის პოზიციას, სარკის პოზიციას და ასე შემდეგ. Vehicle-ში თუ შეხვალ, ბევრ რამეს დახავს საინტერესოს. აქ ეს დატრიალება შეგიძლია მანქანის, რაც ძალიან საკაიფოა და კაია. ყველაფრის კონტროლი აქედან შეგიძლია. საიდანაც შეხედავ მანქანას, გამოაქვს შესაბამისი მენიუ, აქ მაგალითად საწმენდების მენიუ და აქედან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, ანუ სინქრონირებული სარკეების წმენდა და უკუსვლაში რო ჩააგდებ, საწმენდების დინამიკის შენელება და ასე შემდეგ. აი ეს რო იყოს რაღაც სტანდარტული ძველი მანქანა, ვიტყოდი რომ რას შემცეს მეთქი რა, ანუ არ მინდა ამდენი რაღაც არჩევა თქო, მაგრამ ეს არის ელექტრომობილი და ჯერ ისეთი პერიოდია, რომ ფან უნდა იყოს რა, გასართობი უნდა იყოს და კი, რატომაც არა, გაერთობი, ანუ როდესაც ასეთ სისტემში შედიხარ, გამოაქვს ასეთი ფოტო. გზაზე ჩანს შენი მანქანა და აქ ყველაფერზე დაკლიკება შეგიძლია. Volkswagen-ს რა აქ იცი გაკეთებული? ღილაკები კი არ მოგცა, რომლითაც რაღაცა ქმედებებს აკეთებ. პირდაპირ ქმედებები გამოგიტანა და რაც გინდა ქენიო. მაგალითად რა, აი გვერდზე მანქანას შემიძლია დავაკლიკო. როგორ მაჩვენოს დესკტოპზე, მაგის არჩევა შემიძლია, საერთოდ გათიშვა შემიძლია ამ line assist-ის. როდესაც მანქანა ყავს გვერდით, აქ ესე პატარა რაღაცებს ყვითლებს ანთებს და აქ ანთებს ყვითლებს განსხვავებით სხვა მანქანებისგან, რომლებიც აქ ანთებენ. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ რატო უნდა გავიხედო იქეთ? ანუ სხვათა შორის ხო გგონია რომ იქვია რა, ბარემ გაიხედე, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ამასა და ამას შორის. ეს პირდაპირ თვალში ხდება სხვათა შორის რომ მიდიხარ და აი ზღაპრულად სწორი გადაწყვეტილებაა რა, ყოჩაღ Volkswagen-ს ამაშიც, ყოჩაღ. შეგიძლია ამ ზოლსაც კი დააკლიკო და აქ უკვე line assist-ის ჩართვა ან გათიშვა შეგიძლია. შეგიძლია ასევე ვიბრაცია მოქცეს საჭემ, როდესაც ხაზს გადადიხარ. ანუ პარკინგზე დაკლიკებაც შეგიძლია. ასევე შეგიძლია ეს შილდი განსაზღვრო, ეს შილდი გეხმარება იმაში, რომ დინამიური ავტოპილოტის შემთხვევაში რამდენად შორს დადგეს სხვა მანქანებისგან. ასევე სიჩქარის შეზღუდვის ღილაკზე შეგიძლია
დაკლიკება და აქედან შეგიძლია მართო რამდენად შეგზღუდოს სიჩქარის გადაჭარბებაზე, რამდენად გაგაფრთხილოს და ასე შემდეგ. Drive alert სისტემის ჩართვა გათიშვა შეგიძლია აქვს, თუ შეატყობს მანქანა რომ რაღაცა ვერ ხარ ხოძზე გეტყვის და იძინეო. თელამ ტექნოლოგიას ქვია IQ Drive, რომელიც არის Volkswagen-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია და ძალიან საინტერესოდ მუშაობს. ასევე ამ ყველაფრის სიად გამოტანაც შეგიძლია, თუ რაღაცეებზე დაკლიკება და მაიმუნობები არ გინდა და მოსაწყენი ძველი მოხუცი ტიპი ხარ, რომელიც ფიქრობს, რომ მარტო Toyota-ა კარგი და Mercedes-ი და საჭეზე ეს ეზის და 20-ით დადის. გახსენდება თვინმე? სამასკე რატო იშვერდი ხოლმე? დაემთხვა? არა. 30. კაი ბატონო. სხვათა შორის წეღან რა, არ ვიცი რას ვიდეოში ჩასვამი თუ არა, ფანჯრების ჩაწევისას რაღაცებს ვაჭირე ხელი და ეხლა ნახე რატო. ძალიან საინტერესოა აქ ამ მანქანას ფანჯრების კონტროლი. როგორც ხედავთ, 4-კარიანია მანქანა. გამარჯობა საბა. გამარჯობა. მაგრამ აქ გვაქვს მხოლოდ 2 ღილაკი ფანჯრების ჩაწევას და რატო ახლა? აქედან შეგიძლია ჩვეულებრივად წინა ფანჯარა ჩაწიო, მაგრამ თუ უკანა ფანჯრების ჩაწევა გინდა, აგერ აქ ღილაკი რეარ, ამას უნდა დააწვე და მე მართავ უკანა ფანჯრებს. რატომაც არა, რა საჭიროა 4 ღილაკი, როცა შეგიძლია 2 გქონდეს და თან ასეთი გასართობი იყოს. ასევე child protection-ზე Tesla-ზე რო ძალიან ვიწვალეთ, აქ მარტივად არის, დააწვევი, ჩაირთო child protection-ი, დააწვევი, გაითიშა. სარკეების გათბობაც შესაძლებელია აქედან, დააწვევი, გაგილობ სარკეებს და მარტივია ყველაფერი, ანუ რა ძალიან მაგრა აქვს ბიჭო, ყველაფერი გაკეთებული, ხვდები? და ნახე ესეც ვანახოთ, მაგრამ პეტლებზე აქვს stop-ი და play. ანუ რა ხელა იუმორი აქვს ტიპებს, რომ ანუ ესო გაჩერება, ესო წასვლაო რა, ანუ ყველასთვის არის ეს მანქანა. დებილიც კი გაიგებს ამ მანქანაზე ყველაფერს. ერთადერთი რამე მაღაზიანებს მარტო, აი ერთადერთი. ესე რომ დავაწვევი ამას, არაფერს არ შვება. და რატო არ შვება? ჯერ უნდა შეხვიდე კლიმატ კონტროლში, ჩართო და მერე მუშაობს ეს ყველაფერი. ძალიან სისულელია რა. აი რა ესეთი დებილობა რატო ქნეს? ორსთეფიანი რატო გახადეს ის, რაც შეიძლება ერთსთეფიანი იყოს. ვერ ხვდები? ახლა შენ ხო შუაში ათამაშებ, აუწევ და უწევ. ხო შეიძლება რომ მოგიხდეს. ამაზე ხელი. კი. ან ბავშვს მოუხდეს. ყველა ხელის მოხვედრაზე ეგ თუ ჩაირთო, მაგის გათიშვა მოგიწევს, ხო? ხო, მაგრამ ესე რანაირად უნდა მოგიხდეს ამ გოგო, ხელი. ჩვეული. რანაირად მოგიხდა? აი ხა რანაირად გინდა ბიჭო, და ეხლა გავწიე და იმიტომ მომიხდა. აი, გადავიდე, მომიხდა. ხვდები? ანუ შეიძლება მუსიკას ხო უწევ? გასაგებია. ხო და მაგიტომ ხედავ ბიჭო ტვინი როგორ მუშაობს? ხო, თუ მაინც და მაინც ჩართეო რა, შენი არ არისო, დააჭირე, თუ ერთხელ აჭირე, ორჯერ დააჭირე, ხო? ხო არის კლასიკური კლიმატ კონტროლი, სადაც ავტო, ეს შუშები, ეს ფეხები, ეს რაღაცა სტანდარტულად რაც იყო რა. ეს არის დაახლოებით აი ძველი ავტოსერვისი როგორც იყო რა, შენ თვითონ რომ მიდიოდი მანქანის გასაკეთებლად და წვალობდი და იმენა მთელი დღე ნაწილს რო ეძებდი და ხელოსანს რო ელაპარაკებოდი და მთელი ამები რო იყო და აი ეგ არის, აი დღეს რასაც ის ტიპები ზახე მე თვითონ თუ არ გავაკეთებ მანქანა ბიჭო, აბა ისე კაცი როგორ ვარ, თვით რეალიზაციის საშუალებად რო დარჩათ ეგ რომ მანქანა აკეთო რა. აი ქარუსნაირი ახალი და ისეთი კაი ტიპი რა არის, რა აქვს გაკეთებული smart კლიმატი. და რას აკეთებს ახლა smart კლიმატი ნახე. Volkswagen-მა შეცვალა მთლიანად ლოგიკა. აქ თუ გაქვს სხვადასხვა თულები, რომ აი ფეხები თუ მინდა უნდა დავაწვე ამას. ფეხებზე თუ მცივა რა, შუატანზე თუ მცივა ამას უნდა დავაწვე. smart კლიმატში რა ხდება? გცივა ფეხებზე, დააჭირე ფეხების გათბობას. გცივა ხელებზე, დააჭირე ხელების გათბობას. ყველაფერი აი გენიალურია. Tesla ეს როგორ ვერ მოიფიქრა? ვინმეს რო ეთქვა, Volkswagen-ი თუ ასე ავტოვანდებოდიო, ან ზოგადად Volkswagen-ით ავტოვანდებოდიო, დავცინებდი. რა დღე დამიდგა, ბიჭო? ეს არის კლინი არის, რომელიც როდესაც ჩართავ აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ მანქანაში ჰაერის ცირკულაციას აკეთებს ისე, რომ შემოაქვს წინიდან ახალი ჰაერი და ეს დამძიმებული ჰაერი, რომელიც მანქანაშია, გააქვს უკანა მხრიდან. და კიდე რა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი მაგალითად ფეხებზე მცივა. დავაწვევი, ჩართავს ამ გათბობას და ტაიმერი ირთვება. სულ კი არ იქნება ეს ჩართული. რაღაცა პერიოდის მერე, როცა ჩათვლის რომ ფეხები უკვე უნდა გაგთბობო და წესით თავისით გათიშავს. ამას აკეთებს იმიტომ, რომ ელექტრომობილებში კლიმატ კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად აჯენს მანქანას. და რო არ დაგრჩეს ჩართული და არ დაგიჯინოს ავტომობილი სწრაფად, ანუ გასავლელი მანძილი რო არ შეგიმციროს,
მაგიტომ შვება ასე რა, ტაიმერს გირთავს. სავარძლები სტანდარტულია, არაფერი გადასარევი, არაფერი სპორტული. საოჯახო მანქანას როგორი სავარძლებიც უნდა კონდეს ეგეთი აქვს. და ანა იძახს რომ უკუღმა აქვს ალკანტარა, ანუ ალკანტარა ხო ძირითადად ცენტრშია ხომ და გვერდებზე ტყავი. აქ პირიქით არის. გვერდებზე ალკანტარა და ცენტრში ტყავი. ადნას ვეთანხმები, იმიტომ რომ ზურგი ჩამიხუთა ახლა ამან, ტყავი როა. მოკლედ რახანს ახლა ამ ადგილზე გადმოვედით. აქ ჭიქების ჩასადები გვაქვს, აქ პატარა ადგილი დაგვრჩა იმის წყალობით, რომ გადაცემათა კოლოფი აქ გვაქვს და აქ აღარ გვაქვს. აქ არის ესეთი ორდონიანი სათავსო. აქ შეიძლება ესე დამალული ქონდეს და ტელეფონი მოათავსო თუ დატენო არ გჭირდება, მაგრამ თუ წინ გინდა რომ სათავსო ქონდეს, ამას უკან გაწევ. აქ უკვე გვაქვს ტელეფონის დასატენი, სადაც ანატენის თავის ტელეფონს ახლა Type-C გვაქვს 2 ცალი, რაც ძალიან კარგია და დიზაინში ძალიან მაგრებდება. საბას კიდე რაც არ მოწონს ამ მანქანაში არის ის, რომ გააქტიურებული არის უკანა სავარძლის კონტროლი. ეხა საბა რო გადადის მიჩვენებს რომელ სავარძელზე ზის მგზავრი და ღვეც თუ არ გაიკეთებს იყვირებს მანქანა რა. საბას ეს ძალიან არ მოწონს. მე ძალიან მომწონს. ეკეთოთ უკანაც ღვედი, რატომაც არა. მე თუ მიკეთია წინ რომ უკანა უნდა ეკეთოს ღვედი. ეხლა მე მაინტერესებს პირველ რიგში ეს მანქანა რამდენად მსუბუქი სამართავია. მოუდები მაინტერესებს ამ მანქანის. სხვათა შორის მინდა აუნიშნო რომ საოცარი ფერები აქვს უკანა ხედვის კამერას და წინა ხედვის კამერაც აქვს. ერში რო გადააგდებ და მე დრაივში გადააგდებ, წინა ხედვის კამერას გირთავს რომ გასვლისას რამე თუ არის რასაც უნდა დააკვირდე და დაინახო. ეს ძალიან კარგია, აი ყოჩახ Volkswagen-ს რა. ყოჩახ დავჯექი თუ არა ამ მანქანაზე, ეგრევე გამომადგა, იმიტომ რომ გამოვდიოდი ვიწრო გამოსასვლელი იყო და ძალიან დამეხმარა ეს. ხედვა ძალიან კარგია, ყველაფერი ჩანს საერთოდ. საერთოდ არ გავს Ford Mustang-ს. სხვათა შორის ანი ამას აქვს head-up display როგორი იცი? იმენა გზას ფარავს ისეთი მკვეთრი არის რა. საჭე იცი რა კაია და კომფორტულია. იმ მოდელს რამხელა საჭე აქვს თო? ეს ამხელა საჭია, ესე უხო, ზიდავდივარ და ამას ესე პატარა ძალიან კულტურული ლამაზი საჭია. მართვისას, ნუ ოკეი, ყველა შიდაწვის ძრავიან მანქანას ჯობია ეხა, ეგ რა თქმა უნდა. ბატარეები დაბლა აქვს, შესაბამისად უკეთესი სამართავია რა. ეხლა ვნახოთ მოუდები მაინტერესებს მე ამის. ეხლა არის კომფორტ მოუდში, ეკო მოუდი არის რომ უფრო ნაკლებს წავს, კომფორტი, სპორტი. ამონახოთ. ეკო მოუდში გადავიტანე, ჩავაჭირე. ნუ ნელია, კაი. მოკლედ ეკო მოუდზე ძალიან ნელია ეს მანქანა. სპორტ მოუდზე შედარებით ცოცხალია. ერთი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მანქანაზე არის ყველაწამყვანი ვერსია და არა ყველაწამყვანი ვერსია რა. ეს ორი რაღაცა იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ რომელიც ყველაწამყვანი არ არის, იმას აქვს 200 ცხენი. და რომელიც ყველაწამყვანია, ანუ all wheel drive, რომელიც არის 4-ვე საბურავი წამყვანია, მაგას აქვს 300 ცხენი. დიდი სხვაობაა ძალიან, ამიტომ ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ რა. ეს კონკრეტული არის ვინ კოდი ნახე აბა რა არის? ეხლავე ტელეფონის თქვენ გაქვთ. ვინ კოდის მან წერია და ეხლავე ვნახავ. ყველაფერი ძალიან კარგად რო ჩანს, ეგ უკვე ვთქვით. ზომებში პატარა არ არის, მაგრამ არც ისეთი დიდია რომ შეგაწუხოს, მე მომწონს, ოკეია. Line assist და რაღაცები კარგად მუშაობს. სიჩქარის შეზღუდვას კარგად კითხულობს, ხვდება რომელ გზაზე რამდენი იქნება სიჩქარის შეზღუდვა და მიწერს. ყოჩახ Volkswagen-ს ამაშიც. Volkswagen-ი თუ მომეწონებოდა, რას წარმოვიდგენდი, ბიჭო? შენ კიდე ხო მე თუ მომეწონებოდა. კამერა დააყენეს. არ უნდა იყოს მერე, დადიან გიჟებივით, კაცო. ხო, გამოაგრუხუნებენ ამ AMG-ს და დადიან და ქრიან აქეთი. აბა რა. დაცუ. აი ასე მეგობრებო, მოკლედ რომ შევაჯამოთ. ID4 არის ძალიან კარგი მანქანა, რომელმაც აჯობა Tesla Model Y-ს. შემიძლია თამამად თქვა, რომ არც კი გავიხედავ Tesla Model Y-სგან, სადაც ეს მექნება არჩევნად, რო არ მოგატყუოთ და რაღაც შელამაზება არ გამომივიდეს, მე პირადად არ ვიყიდდი. მაგრამ იდეალური მანქანა არის ადამიანებისთვის, ვისაც ეს დიზაინი ფიქრობს, რომ მისთვის არის, ქალბატონებისთვის არის საოცარი მანქანა და ნუ ყოველდღიურობაშიც ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული იქნება. აბა დროებით